ხო, ნახე, ეს იყო დაუვიწყარი, ცხოვრებაში ერთხელ მომხდარი გამოცდილება. პაპმა მიიღო მოწვევა ჩვენი თხოვნას შეხვედრაზე, რათა განგვესახილა ანტისემიტიზმის ჭირი, ზარდი შეშფოთება, რომელიც გვაქვს, როგორც მსოფლიო ებრაულ თემს, იზოლაციისა და მიზანში ამოღების გამო. და ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი შეხვედრა. აბა როგორი იყო? ანუ ის ხომ გესმით, შეძლეთ თუ არა ცალკე საუბარი, თუ ყველაფერი ძალიან ოფიციალური და ფორმალური იყო? მან გააკეთა ოფიციალური განცხადებები, მნიშვნელოვანი ოფიციალური განცხადებები, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა Nostra Aetate-ს მნიშვნელობა, რაც ვატიკანის ამ საკვანძო პრინციპს წარმოადგენს. საუბარია ეკლესიას და ებრაულ საზოგადოებას შორის ურთიერთობების განახლებაზე და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლაზე. და ის ძალიან მტკიცე იყო საჯარო განცხადებებში, როდესაც ამას კიდევ ერთხელ ადასტურებდა. და შემდეგ პირადად მისი საჯარო განცხადებების შემდეგ მე ვესაუბრე მას როგორც ჩვენი უზარმაზარი მადლიერების შესახებ, იმ განცხადებებისთვის, რაც გააკეთა, ასევე იმის შესახებ, თუ რამდენად შემაშფოთებელია მიმდინარე სიტუაცია. და მე პატივისცემითა და მოგრძალებით ვკითხე მას, თუ განიხილავდა სპეციალური პაპის წარმომადგენლის დანიშვნას ანტისემიტიზმთან საბრძოლველად. რაც ვფიქრობ, ამ მომენტში ძლიერი სიმბოლო იქნებოდა სულ მცირე და იმედია ბევრად მეტი იმის ჩვენება, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება ეკლესია ამ საკითხს და ყველაფერს აკეთებს მის გადასაჭრელად. და რა იყო მისი პასუხი? უბრალოდ გითხრათ, რომ დაფიქრდებიან და დაგიბრუნდებიან პასუხით. ჩანდა, რომ ნამდვილად უსმენდა ამ წინადადებას. ის აშკარად უსმენდა და აშკარად გაიგონა ეს. მან უბრალოდ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ეს თხოვნა დავაყენე. მან ცალსახად არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩვენ იმედიანები ვართ და ვაპირებთ ამ ვიზიტის შემდეგაც გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა, როგორც ვატიკანში, ასევე ნიუ-იორკის საარქიეპისკოპოსოსთან, რომ ეს საკითხი წინ წავწიოთ. და იცით, ყველაფრის გათვალისწინებით, ეს იცით, არ ყოფილა ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა თუ საუკუნეების წინ გადავხედავთ, მაგრამ კათოლიკურ ეკლესიასა და ებრაელ ხალხს შორის ურთიერთობა მართლაც დიდი გზა გაიარა. რატო არის ამ ურთიერთობის გაგრძელება ასე მნიშვნელოვანი იმ დროში, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ? პირველ რიგში იცით, ჩვენს საქმიანობაში, როცა ყველაზე დაუცველებს ვეხმარებით ჩვენ საზოგადოებაში, ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე ახლო ადგილობრივი პარტნიორი კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციებია. ჩვენ გვაქვს 10 წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული საოცრად ძვირფასი ურთიერთობა. ფიქრობ ეს ესე იყო. და შემდეგ პაპმაც თავის საჯარო გამოსვლაში სწორედ ამაზე ისაუბრა, ჩვენსა და კათოლიკურ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კავშირის შესახებ. მაგრამ ვფიქრობ ამ მომენტში, როცა ებრაულ საზოგადოებას ესხმიან თავს, ის რომ პაპი მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდ 400 მილიონ ადამიანს წარმოადგენს. გამოდის და მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება. აქტიურად ცდილობს იპოვოს გზები, როგორ შეცვალოს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულება. ასევე მინდა ვთქვა, რომ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდით. იცით, 10 წელზე მეტია. ყველაფერი გინახავთ. COVID-დან დაწდებული 7 ოქტომბრის შემდგომი პერიოდი დასრულებული. და იცით, შემდეგ იყო მამადანის არჩევნები და სხვა მოვლენები. ასე რომ, თქვენს ხელმძღვანელობაში ბევრი რამ გადაგიტანიათ. გარჩევას მისცემდით ადამიანს, რომელიც ახლა თქვენს ადგილს იკავებს. ნახეთ, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებულად წარმატებული, შესანიშნავი, სიცოცხლით სავსე ებრაული საზოგადოება. მე ვფიქრობ, ეს მთელ მსოფლიოში ასეა, მაგრამ განსაკუთრებით ნიუ-იორკში, სადაც ისრაელის გარეთ ყველაზე დიდი ებრაული საზოგადოებაა. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და ვიყოთ ამაყი ებრაელები. და რამდენადაც საჭიროა ანტისემიტიზმთან ბრძოლა, რაც ნამდვილად საჭიროა, ასევე კიდევ უფრო მეტად საჭიროა მივუძღვნათ თავი ჩვენი შვილების, ჩვენი საზოგადოების სწავლა-განათლებას, რათა ისინი იყვნენ განათლები და მცობულები და მცოდნეები. და როცა კამპუსებში მიდიან თუ ცხოვრების გზას აგრძელებენ, თავი ამაყად იგრძნონ და კარგადაც იცოდნენ ვინ არიან და რას წარმოადგენენ. კარგი, დიდი მადლობა. ერი გოლდშტეინი, ნიუ-იორკის UJA ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი. დიდი მადლობა, ემილი.